ჩემო რადგან მაყურებელობო ისა გენერსონ ჯორჯია მე ვარ გიგი და დღეს გადავიღებ ეგვარს MC ორიგინზე. ანუ ალბათ ბევრი მაიცით Exploding TNT სერვერზე. დავბრუნდი 6 თვეების შესვენებისგან. შეგახსენებთ რომ MC ორიგინი არის ოფიციალური სერვერი, ამიტომაც თამაშობ VIP აკაუნტით. ეს აკაუნტი გაგეკუნდებათ, მაგრამ ლარი დაურბუცათ ზუსტად და თუ მოგინდებათ კომენტარებში დაწერეთ და განახებთ როგორ უნდა იყიდოთ ასე იაფად თან სამუდამოდ. თან გადავიღებ ორ ვიდეოს, ერთ ინგლისურად და ერთ ჩვეულებრივ. ახლა კი იწყება უკვე ეგვარსი, დავბრუნდი 6 თვეების შესვენებისგან და ნერვი ვიღებ ცოტა, ახლა გადავიღებ უკვე დავიწყებ მევიდეოების გადაღებას უკვე ხშირად. რომ მაპს ვთამაშობთ, ეს მაპი ამ მაპში არის სამი თამაში ეგვარსი. ნახოთ როგორი იქნება. ლურჯებში შევედეთ 9 კაცი როგორც ხდება შემოსული და თუ შეამჩნიეთ ჩავაგდე ახალი ტექსტურ პაკი. ადვილი ჩასაგდებია ძალიან, მაგრამ თუ გექნებათ ამის სურვილი, დაწერთ კომენტარებში და განახებთ ამასაც როგორ უნდა ჩავაგდოთ ახალი ტექსტურ პაკი. ახლა კი ოდეშიც 20 წამში და ცოტა გაცილებული ვარ და 15 წამში დაიწყება უკვე თამაში. ხო ეს ყველაფერი მაქვს. ლურჯებში ვარ 4 კაცი ვიქნებით და აქ კიტებია, ახალი აკაუნტი მაქვს შექმნილი, ამიტომაც არ მაქვს საერთოდ კოინები, პირველად თამაშობ ეგვარს ამ აკაუნტით. და აქ გოლის გენერატორი რომელიც გაფუჭებულია და შეგეცება შედება, დაიწყო მაშინ წავიდეთ აირონები ავიღოთ. ჭირდება პირველ რიგში წავიდეთ ცენტრში. აქ ჩვენი კვერცხი და იქით ცენტრი. ჭირდება ცოტა აქ გადავალთ, ჭირდება ცოტა ბევრი აირონი, იმიტომ მარტო ოქროზე არ გადავდივარ, ცენტრში გადავდივარ, ხო? დაიმონდებს როცა ავიღებ, ჩვენს დაიმონდის გენერატორს შევაკეთებ და შემდეგ უკვე დაიმონდებს გამოყრის ჩვენს ბაზაშიც. აქ პირველ რიგში გავაძლიეროთ ეს დაზიანება გასაცი აირონი, 18 მაქვს უკვე. ესეც გამოყრის ყოველ წამსა და 25 წამში. წამსა და ანუ ეს წამსა და 25 ასეთში. ავაგროვოთ ახლა და ამის უყირთ შუშები, ესეც გადავავდო. აი იქ დავიღოთ ოქროებს. მეორე აირონისა, აი ეს მეორე გენერატორი. ცოტა მომეცი რა, ჩემი ძმა. აი გოყოთ 15 იყოს ჯერ. ხა ვილიჯერი მოვიყოთ. ცოტა. და ბლაპ სადა ვილიჯერი. აქ თარიქნება. ამაში ხო რა. ამას ვიყოლა. პირველად მოვთხოვ ვილიჯერი არ ვცადა ახლა. პირველად თამაშობ და ამიტომაც არ ვიცი. ეს სადაც წავყავ მე. ეს ვილიჯერი. აი ქვემოთ წარწერა დავინახე და. სანაირი მაპია, მეორე ის თქვენია, არ ვიცი. ოქთი ვილიჯერი იყო და ხა გადაპარკურდა, მაგრამ იქიდან გადმოსვლაზე არ უფიქრია, ამიტომაც გავიყვან ბოლომდე. და ესეც ესე. მე შევსებებ ცენტრში დაიმონდებისგან გავიყვავებ გზა. რა თქმა უნდა არ მეყოფ 21 წელი. და 21 წელი რა თქმა უნდა არ მეყოფა. არაფერი არ მაქვს, მაინც ნაყიდი და აზრი არ აქვს, ჩამოვდები თუ არა. საჭმელს მითავდება. ლურჯებში ვარ 4 კაცი, წლებში 2 და წლებში 3 და ყუთლებში 2. MC ორიგინი Hypixel-თან შედარებით არ არის ისეთი პოპულარული, აი დაიმონდები. დავიღოთ. სამი გადმოვა ხმალის და მოკლავს. MC ორიგინი რა თქმა უნდა Exploding TNT სერვერია და არ არის პოპულარული Hypixel-თან შედარებით. Hypixel-ს გადავიღებ ბევრ ვიდეოს. პირველ რიგში Skywars, იმიტომ რომ Skywars ძალიან კარგი აქ ტონაობით წავიდა, რა მნიშვნელობა აქვს. საჭმელი გათავებული გვაქვს, ამიტომაც ვერ ვჭამთ ვერაფერს.
წავიდეთ კიბეებზე და ავამუშავოთ ჩვენი დაიმონდის გენერატორი. შემდეგ კი ავიღოთ აირონები და ვიყიდოთ საჭმელი. სადა გენერატორი. ხა გენერატორი უნდა უეძებო. ნუ გითხარით რომ პირველად თამაშობ ამ მაპზე და ამიტომაც გამიჭირდება ძალიან თამაში. აუ ხა ის ისარგებლოს მე ნაჭამი მოარვა. კარგად. გონი ჩვენს თიმს არ უნდა გაუჭირდეს ხა მოგება ამ შემთხვევაში. და შემოთა ის. ეტა მის შექმნა ეს მის მაპი საერთოდ რა. ოპიტულობა. იქით ხო არა, ოქროს გენერატორი იქ იყო და დაიმონდის გენერატორი რატომღაც არა. თუ აქ დაიმონდის გენერატორი გავაძლიერეთ. ხო, გავაძლიერეთ ტერენში ვაკეთეთ. ხა თავის გადმოყრეს დაიმონდებს. დაინახეთ ჩემი ამებმა და ხა იქ. პირველ რიგში მინდა ობსიდიანები, რათა დავფაროთ კვერცხი. ერთი ობსიდიანი მოგდის. ჩავიდეთ ხა ქვემოთ. რატო გავუკეთეს ქვემოთ ეს? სამ კიბეებზე ჩახვალ ჯობია რა სიცოცხლე დაგაკავეს ახლა. პირველ რიგში დავფაროთ კვერცხი. ლურჯებში ხა ბევრი ხალხი ვაიმე. ლურჯებში რადგან ბევრი ხალხი ვართ, ხა არ შეეცდებიან. ეს იმალე შეტევას. ამიტომაც ეს უნდა დავყოთ ხა ესე. ესე დადგება, დადგომას თუ აპირებს. ნამდვილად 100% ხამი ყოფილან ჩემი ტიმეიტები. არავინ არაა ცენტრში. დაიმონდებზე არ მიდიხარ? თუ ჩეთერი ხარ, აუც. დაგხვდება დაიმონდები. რატომაც არ გადმოდიან იქთა გუნდის წევრები არც აქედან. აქედან გავუყანიათ ვიღაცა შუში, თუ არა. მხოლოდ მე ვარ. ჩემი ბაზა ისა. ამათ ჩავუტრიოთ. ამათ კი არა ამათ. რომ მე მაინც შეფერხთან გადმოვსვით დროს. ეს ჩვენი ხო არა. ჩვენი ბაზა ჩანს აქ. ეს მე დაიმონდი 18, რაც უფრო მეცაობლე უფრო კარგია. და მით კიდე ობსიდიანებს. შესაძლოა მიხვდები რა აქ მოხდა მოვიდა აქ 25. ბანანი 12-ია ვიყო და 8-ს ვიყიდე ობსიდიანს. 8-ს კი არა ობსიდიანს 3 წელს. ერთი ხმალიც მომიგო დაჟე. და შეიძლება არ მოვწმომივიდეს. იმედია დიდხანს არ გასტანს ეს ეგვარს ეს ხელი, ხა 4 კაცი ვარ და 4 კაცმა თუ მოუგეთ ამ ორგონს, მაშინ არ ვიცი რაღაც სასწაული იქნება. ობსიდიანი ვიყიდოთ 5 წელი. მას დავტოვებს. 10 წელი მოგდის, მაგრამ 10 წელი რა თქმა 5 არა და კარგით 6 ვიყიდოთ. ხო, 12 წელი დაიმონდა დაგვრჩა. და ხმალი. ხო დაიმონდა დავთქვა. ხო. გამოადგება იმას, როგორც მე გამოადგა ახლა. და კვერცხს დაფარო, კვერცხისთვის საერთოდ არც შეუხედავთ. ჩახამოთ. საკიდან. ეს ბლოკი პლუს მინდა ახლა. ეს მოშენი იყოს ეგ დაიმონდები მაინც არ მჭირდება. არ მჭირდება რა. მჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით არ მჭირდება. ჯერჯერობით სხვა საქმე მაქვს. ჩასასვლელი არის იქიდან და მოდი ახლა სიცოცხლეს ნუ გადავუდგავთ ისეთ საჭმელი არ. აი. კაი არ უშავს. საჭმელს ვიყიდე პირველ რიგში ამ სტადით და შემდეგ ბლოკს რომ უნდა მასტალავოთ. ესე იგი.
საჭმელი. ეს ჭამოთ ახლა. წითელი გუნდის წევრი რომ რაღაცა მოტა. თავარი არ გალაგოს ახლა. აქ პირდაპირ ვერ დავადებთ, ავტომატს ეს დავადოთ და ესე ჭხურმე. რავი რა სადაც ესე ყოფა ახლა ამას რა გატეხავს. ჯერჯერობით ეყვის რა არის. აუ ჩასასვლელი ყოფილა, მე კიდევ ხტუნავდი ამდენი ხანი აქეთ იქით. გასაგებია ხო? ხდება. უკრაინა ჩამოვედით. ეხლა გვჭირდება არმორი. რომელიც გქრეს ოქროები, მაგრამ თუ ცენტრში კიდევ არავინ არ იქნება, წავალ და დაიმონდებსაც წამოვაყოლებ. აქეთ იქით სირბილის და სიაროხს ჯობია რომ ზემოდან წავიდეთ და ენდერფიარი ვისვოლთ, მე უფრო კაი დაარჩენია. უფრო კაიდი არის ეგ. არიან 100% ნუბები, იმიტომ რომ კი არ მოგეხმარება შენიანი. ნებიშვა, ეს არ ყოფილა. ასე ბრატ. ცოტა იცის ალბათ. Don't die. რაში ჩვენ გენერატორს გავაძლიერებ 40 ლერს და ცოტა რთული იქნება. მევიდა ოკეი. აქვს უკვე ტყობა, კაი. კიდე ხო ჩემი დაიმონდები. თუ არა, რავი. ეს რომელი გუნდის წევრია? მოხი ძალიან კაი, მაინც არ მაწვი არ მოვიხარ როდაც. ეს ხელით ჩავამტრევთ ხა არ უნდა მათი წვალება. მოდის? ვაიმე. ჩემიანი აქაა მაინც აზრი არ აქვს. ეხლა მე დავფრთხილობ რომ 21 დაიმონდი მაქვს და რამე და მაგიტო. აქ ოქრო არის შესაბამისად ამჯერს ვიყიდე, მაგრამ ამჯერს ვიყიდე დაიმონდის ეს. ეხლა ხო ჩემიანი. არა, მოკლედ ჩემიანი. What? Fire-ს მოდის ხმალი მოქვს, მაგრამ არმორი არ მოქვს. ამიტომაც მოვხევ ხა შესაძლოა ისე რომ ჩვენკენ არ გადმოვიდეს არა ან და ობსიდიანით გვაქვს დაფარული უკვე და ამიტომაც საფრთხე არაა იმისა რომ გაგვიტეხავენ ესე ადვილად ლოდნის შეჭამთ საჭმელი და რა უნდა ვქნათ ახლა ეს ვიღაცა ჭკვიანურად დაუდიათ თორე ვიღაც ნუბი შეიძლება ჩავარდეს 40 ლერს ხო 40 ლერს და სანამ მომწონა პროჯექტი ამჯერ ვიყიდო. იჩასასლო საიდან იყო? დავამოწონა. იქიდან მომვა. ხო აი. მედია როგორც ვთქვი თხას არ გასტანს ახლა ესე გვარში. მინდა რა შეიძლება მაიმოვჩით. უკან წამოსულ არ პირიქით, სწორად ვიყავი გამოსული რა. რავით, კარგად ეს მაპი, თორე არ გამოაის. ხა, 22 დაიმონდათ ხო, მხოლოდ ერთი რამე მომივა და ჯობია მაიკავიყიდოთ. ყველას კარგი ექნება. 7 დაიმონდა დამრჩა და ოქროებში კი საერთოდ გამოს. ესე მაიკა მაქვს და ეს ჰელმეტი ის. როგორ ჩამოვიტანთ რომ მათგან ჩავიცოთ. ყველაფერი კარგა და გარდა ერთი რამისა ოქრო აღარ მაქვს ხო აი ამ ერთი რამისა ჩავიცვი არ მორმაცვია ხო აი აბა ერთზე რა ერთ თელზე რატომ მიჩვენებს ჩემი სკრინი არ ვიცი მოკლედ
fire aspect-ის ფორდი გვაქვს. ჩემი teammate და fire aspect-ებულია, მოდი, აბა, ის თავი აქვს. არაფრის როგორ ჩანს. ის დაბრუნდება ახლა უეჭველი ვიცი. ой, შვილი ქონია. აქ უკვე აღარ მომაწვეს მაინც. მოდის, ჯობია წავიდე. ჯობია დავაიბიდე და ისრებს მესვრის, მაგრამ ბლოკები არ მაქვს, რომ თავი გადავირჩინო, ამიტომაც დროზე მოვხიოთ აქედან. ხო, წამოვიღეთ 15 ცალი. დაიმონდი და რაში გამოგვადგება. არმორს ვიყიდ. არმორი, რისი არმორი ოღონდ? რისი რა? რომელი? ვიყიდოთ შარვალე. შარვალე აქ დაუგდოთ ფილმის და ორი ცალი ის არის გვაქვს. ჩემიანია. ოქროს ვახსაც ვიყიდი ერთ ყოველ შემთხვევისთვის. რაღა დავხსნა, წერაკსაც ვიყიდი და უკვე წავალ ბაზაზე. ოქროს ვაშლი აქ იქნება. ხო ეს კაი კონდეს. ანა დავაგდებ თუ მოვკვდით თქვათ. ეს ავწევთ ზემოთ და ეს ახლა. ჩემიანი. რაღა დავხსნა, წერაქვი. რაღაც წერაქვი, ნუ ყველაზე ბანდი წერაქვი. არ მომდის ანა. ავალ ზემოთ, ანდა ოქროებად ვიყიდი წერაქვი. ეს ნეტა ხო გაუძლილებიათ. მეორეც ხო. რამდენი ოქრო გუნდა ზუსტად არ ვიცი. მას ახლა ის არის აქვს და აი მაგის საშროება ეხა რომ ისეთ არ ჩაგვაგდოს. აჭბალ შეჭამოთ. ის არა ის შანსი არ არის მაგის. აი აქ იდი ბიჭო ქენით რამე პატარაზე ამოვაშენოთ რომ აქ არა აი აქ რომ ჩვენ არ გაგვარტყას თუ გადმოვიდნენ კუდარია იმიტომ რომ fire aspect-ი მაქვს და ძალიან გიჟი არ მოიმაცვია ამიტომაც აი ეს არა კარდადგება ეს დავდოთ ხო კარგია გონი გვეყოფა ხო მაინც 25-მდე ავაბრალოთ ყოველ შემთხვევაში ბრატ ისიქით გადმოსვლას ვერ გაბედავს და ის როლოს რა უყოთ სანამ ჩვენ არ მომზადებით ანდა 10 დაიმონდიდებს ჩაოლებრონ შვილის არის და ის ვიყიდოთ აქ პიკექსი ძალიან კარგი ეხლა რა გვინდა ახლა გვინდა ბლოკები ცოტა ხო აი 27 და ვსო ეგა ყველაფერი კარგადაა ოქროს ვაშლი გაიქნებოდა და ზემოთ ავალ 10 დაიმონდი თუ იქნება იმ ჩემი არ მომით რომ გავაძლიერებო გენერატორს მაგრამ მე მოკვდა მე მგონი ამიტომაც არ იქნება ეს level 3-ზე დაიმონდებთან არავინ მისულა როგორც ჩანს 6 დაიმონდია 30 წამში ყავს მე მგონი 7 წამში 3 წადა უნდა ამას უმაში ხო ჩვენი კვერცხი მგონი კარგადაა დაფარული თუ რამეა მე თუ ყველაფერი კარგად გვექნება ნაყიდი მივხედოთ კიდე აქაც ამოვქოლავს შეიძლება საერთოდ არ დამადებინოს კვერცხი ხანდახან ლაგავს და არ დამადებინებს ხოლმე რაღაცეებზე და იკარგებოთ ყველა ობსიდიანს და კარგვა ნამდვილად არ გვაწყობს ახლა ჩვენ პლუს ის არის ღირს 4 წელი ის არის ღირს 20 აირონი შესაბამისად ცოტა აირონი არ გვაწყენდა ეს რომელი 3 ეს ლაჟი level 4 10 დაიმონდა გადავახტია თამაში ესენი არ გვეყოფა ეხლა რა გვაქვს და fire aspect-იანია მე მგონი 10 დაიმონდიანი მშვიდიც მაგრამ თუ არა და 20-იანი ვიყიდოთ მას fire aspect-ი აქვს და იმას დავაყაროთ უკვე ჩავალ ეხლა ქვემოთ შორს აბჯარის კიდეც ცუდი არ იქნებოდა მაგრამ პირველ რიგში ის ტიპი უნდა გავაგდოთ ხა ცენტრიდან რომ ხარს უნდა წავიდეთ ხო აქეთ არა იქით სო ესე იგი შვილდის არის
ესე. ძალიან კარგი. და ორი ცალი ის არის მაქვს, მაგრამ რაც მინდა. ესე ძალიან კარგი. 26 ის არის. ეს არის სულ რაც გვაქვს და ამიტომაც წავიდეთ უკვე. მე ვერ მოვასწრებ საჭმლის ჭამას, ამიტომ ახლა შევჭამოთ და მოვხიოთ. ის დგასნედა კიდე იქ. თუ დგას ჩაგვაგდებს მაშინ. არა, ჩემიანები არის. ეს დაბრიდეს. კაია, მოდი შევუტიოთ ხა ამათ. ჭამოთ ოქროსვაში და წავიდეთ. რატო გარბის ეს? რა გინაშვილო? აუ, სამნი არიან ესენი. არა, არ გამოვა ესე. არ გამოვა, ამათთან არ გამოვა ნამდვილად. ჯობია მეორე ბაზარზე გადავიდეთ. ეხლა არ ჩამაგდო მთავარია აქედან ისე გავიდე. ვა, ცენტრში რატო გააძლიერა? რავი, მე არ გავაძლიერებდი მაგის ადგილას და როგორც უნდა ისე იქნას. გავისვათ ეს ის არის პროსტა. როგორც უნდა ისე მანდო, მაგრამ არ მგონია რომ იწდებოდა. ესე იგი, რომლის ბაზა არ ჩანს, ამიტომაც ოდნავ ახლოს უნდა მივიდეთ. მგონი ამათი არა, იმიტომ რომ არაფერი არაა გამოყვანილი. ამას იქნება უეჭველი, ეს იქნება უეჭველი ყვითლების. აჰა. შვილის არის მოვხოთ აქედან თანხმაერ ასპექტის. რატო არ დებს ბლოკებს? აი და ბლოკები დავუყოთ ეს. ფაერ ასპექტის შვილის არ მოგცემ შენ, ბიჭო. ლატავები აქ. ეს კიდე არა უნდა დაბრუნდეთ სახში ახლა. ასე მოვხიოთ ბლოკს. ბლოკებს აიდან მოგცე ხა ძმაო. 22 დაიმონდი კი წამოვიღე. დამჭირდება არმორისთვის, რამაცვია. აჰა, სასაცმელები მჭირდება და ქუდი. იქ თარავინ არა. არ ვრისკავ რა ყოველ შემთხვევაში რომ ტყუილ უბრალოდ არ ჩავარდე ხა. არა, არის ბევრი ხალხი თან. ჯობია ჯერ არ მოვიყიდო, თან ოქროს ვაშლებიც არ მაქვს. Diamond Generator level 3. 40 ჭირდება, ჯერ 22 მაქვს, მაგრამ ამიტომაც ჭირადია. მოიცით თვითონ გაძლიერა? თუ მე მითხრა შენ გაძლიერო, არ ვიცი, ნახოთ, თუ სამლევოს გაძლიერა ძალიან მაგარია. ნახოთ, გაიწე. level 3. კაია. ესე იგი, რამდენი წამში ყავს? 5 წამში. ბლოკები უნდა დავას მივცეთ, ამდა აიღეთ. ბლოკები უნდა ძმა. მიიღოს. წავედით უკვე. ცოტა გრძელი ვიდეო კი გამოვიდა ეხლა, მაგრამ ცოტა გრძელი ვიდეო კი გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. არ მოსვიყიდი, ანუ ქუდი არ მოხს ხა. ეს ქუდი. შევამოწმე მაინც ქუდი და ხსნელები არ მოხს, გაიწევ რა. ეს მაორა ბრავო კაცო. რეალია და გამოვწვით. ესე და 15 არ ღირდა, ეს 10. ყველაფერი მომდის. მას დავარდებ ხა, აი აქ ნაგავეყარდე ანდა. ანდა ვინმე გაჭირებული ჩაიცვა, შეიძლება მე მოკლა და კიდე მე დამჭირდეს მაგის ჩაცმა. საჭმელი არ გვაქვს, პირველ რიგში საჭმელს ვიმედი კიდევ. და ოქროს ვაშლს. 42 ოქრო გვაქვს, ჯობია რკინებად არა, ოქრობად ვიყიდი 10 ცალ პულს. და შემდეგ ოქროს ვაშლს დანარჩენს. და რაღა დაგვრჩენია, მოდი წავიდეთ, ეს 14 წელი დავუტოვო ხა იმას. სიმართლე ხა არ ჭირდებოდა ის fire aspect-იანი შვილისა, უსაც ხონდა ის რომ მოკლათ უბრალოდ შვილის და ეგა ხა მოგითხრათ რომ დიდად გამოურჩევი ეგ ვარშიან თვითონ Minecraft online-ში მოგატყუებთ, ამიტომაც თუ წავაგიან რამეში თუ რამე თუ ვერ გავაკეთე ისე კარგად არ შეიმჩნიათ. აუ ბლოკები არ გვაქვს რა.
აუ იქნება მომცეთ რა. ეს მაგარი კაცია, ეს უჭერა მომცეთ. მის გუჯარა მორ. ოკ, არ მოს. ის როდა. ის ის. ამას დავადებს ფაჩი ეხა იმ აიმე ცოტა ვისვლა. დავი დაახვიეთ აქედან. ეს შენ. წამდაბა. მიდი. მე კაი ტყუილად ხარჯავთ ეხა ამ. შეიძლება გაგვარტყან. რა ხდება. ამიტომაც წავალ ბლოკებს ვიყიდი. გავრისკე ცოტა. 6 დაიმონდი მაქვს, მაგრამ 6 დაიმონდი 30 წამის საქმეა, ამიტომაც დიდი არაფერი. მოდი საჭმელი გვაქვს, ამიტომ პირდაპირ ჩავხვდეთ, რომ თუ არ დავკარგოთ. ვიყიდოთ შუშა, რომელიც ასე თუ ისე მაინც ხდება, ამიტომაც ვიყიდი ამას. თუ რომელიც გონი მეყოფა მეტი არც მინდა. შია 4 კაცი ვართ, როგორ უნდა მოვიგოთ, პროსტა სირცხვილი იქნება, ამის ვერ მოგება. ჩვენი ან დაბრიდეს, რაც ცუდი ხდება მე მგონი ცენტრში. არა. წითლების ვაზაზე გადასვლა და აი ეს ხდება. მოდი მე ამასობაში ყვითლებს შევუტევ. ჩვენი გენერატორი level 3-ზე, ამიტომაც 40 საგროვება არ უნდა გამიჭერდეს ასეთ. რაც არის. ოქროს ფაშლს შევჭამ და მოვხელ ყვითლებს. ვაზაზე რომელიც ჩაუნგრევიათ? არა. რაღაცებს აკეთებს, ამიტომაც გავეპარებ ხა ადვილად. მიდი. შადროს ესა. აუ. აი მე. არა, ვერ მოვიგებ ამას, მაგავიქცე. უნდა გავიქცე აქედან აუცილებლად. არა, მომკლავე. Shit, არა უშავს. აუ რა მაგრად ხონდათ ამოქოლილი ისტო. არა, მაგას ვერ გავამტრევდი, აი მივხვდი რა. აი, ასე ბრძოლას თაზრი არ ქონდა, ეხა აი. სიმართლეობით რომ თან PvP-ში და არ გამოვირჩევი, ამიტომაც მოდი მე ესე ამოვქოლავ, აი, ყველაზე კაი რო შეხედავს ადამიანი ეკარგება სურვილი რომ გატეხოს. აი, რა? We should read because there's this. Okay. ჩვენ უნდა, ანუ ჩვენ წეთებისკენ უნდა წავიდეთ უფრო რა. იმიტომ რომ არიან დასავლეთით. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რომ მხარეს არიან ეს. იდეატორი გავიგე. მე ოფსიდიანებს ვიყიდე ამას სოფაში, იმიტომ რომ ერთი ოფსიდიანია გასატეხი რომ ჩვენი კვერთხი დატეხონ, ამიტომაც იმ დანარჩენების დადებას აზრი არ აქვს, ამიტომაც უფრო მეტ ოფსიდიანებს ვიყიდე. level 3-ზე დაიმონდის გენერატორი ძალიან კარგია, ინტერფერენსის ქონის საშუალება მაქვს. მე არც უნდა. აქედან შეიძლება მოუვაროს ვიღაცა დატეხოს ჩვეულებრივად. ესეც საფიქროა საკი. ინტერფერენსი 50, მაგრამ თუ გადავალთ ცენტრში, ადვილად ვიყიდით. კარგი, ახლა ჩავიდეთ ქვემოთ. დიდხანს იწელება საერთოდ ესეთი ბრძოლები. მაგრამ არა უშავს, თავარია მოვიგოთ და კაი გამოვიდეს და ეს წვალება არ ჩავიღაროს წყალში. რა გვინდა ახლა? ბლოკები გვინდა 64 წალი. გვინდა აგრეთვე საჭმელი. 8 წალი. გვაქვს დაიმონდები, არ გვაქვს ხმალი არაფერი საერთოდ. მოდი კიდე ვიყიდე ოფსიდიანებს, რომ უფრო კიდე კარგად დავფარო. ესეთი პროსტა ესეთი შეხედულება მაქვს, რომ რაღაც იმას რო შეხედავ, იფიქრებ რომ მოვასწრებ, იმას გავტეხავ უეჭველი. აი შეპარო, აი რო შემოიპარო ხა ბაზაზე, მოვასწრებ, იმას გავტეხავ, სანამ სხვები მოწავე, რომ თქვა მე იქ, აი მე რა გავაკეთე, რა აუ რა სისულელე გავაკეთე, ხა დავდე ოფსიდიანის ბლოკი პროსტა, არა უშავს. ასე ეს არ შემიჩნიოთ რა, შემეშალა, ხა არა უშავს, ნერვიულობ თან ვიდეოს ვიღებ. სომეტი აღარ უნდა. ეხა დაიმონდები რატო დავტოვე იქ? ეხლა გვინდა დაიმონდის პიკექსი. პირველ რიგში რომ მალე გავტეხოთ იმათი ოფსიდიანები, მაგრამ
ძალიან რთული იქნება ყვითელების კვერცხის გატეხვა, აი ძალიან რთული იქნება. ენდერფიალით გადასვლას ხა აზრი არ აქვს მაინც. აი იმ ბაზაზე კიდე შეიძლება, იმათ ბაზაზე. ოდეშით აქ ჩვენებს კლავე ყვითლები ხა. ნუ ჩვენი კვერცხი მგონი კარგადაა დაცული, არაფერი არ ჭირს ისეთი. ამასობაში მე ავაგროვებ ხა ენდერფიალისთვის დაიმონდებს, მაგრამ გონჯობია რომ ჯერ ხმალი ვიყიდოს და გადავიდეთ ცენტრში. თორე ცენტრი ჩვენების არის. ხოეს დავამოყარ ეს მაპი რაღაც დაიგეთ. ვიყიდეთ. როგორ აუ საჭმელი მოჭამოთ გვაქვს საჭმელი როგორც გითხარით არ არის ესეთი პრომა Minecraft-ში ამიტომაც არ შეიმჩნევთ ხა თუ ესე კარგად ვერ ვითამაში და კაცები თუ ერთმანეთზე არ დავალაგე ხა ეს ჩემია უცბად თითქოს ყვითელი დავინახე ცენტრში და შევჩერდი იმიტომ რომ არმორი არ მოცვია მოდიშვილს ლევიდან არის ჯობია აღდა მომწეწვა აქა. კარგად მეყოლეთ მაგ. საერთოდ ის არის არ გაგვარტყას ახლა. აბა. არის. ამდენ აქვს 22. ხდება 50. ის კიდე იქ ხო არ არის, მაგრამ ავიღოთ. არა. შენ მანდიწყები? კაი, რა ვიყავი, მიიფორმაცობს. და ჩამოვიტან აქ გავიგო რამდენი მაქვს. აუ, დამერხა, ჯერჯერობით. შენ ნაგამო. ასე ვდებოდი ამდენი ხანი. და ისევ იმიმარაგებს, მაგრამ What the? What's this რა მოხდა ახლა? წითელმა როგორ მომკლა? აუ კაირა. აი და რაუშავს. ყველას მოსვლი ალბათ ესე მარტო მე არა. აუ რამდენი უნდა დავიწყო თავიდან ახლა. წავალ ახლა ოქროებზე. ჩვენი ოქროს გენერატორი სხვადასხვა არავის არ გაუკეთებია მე მგონი, იმიტომ რომ რავი არ დამინახავს. ვაფშე სად არის თან ვიცი. აქ თქვა არა ქარა. სულაში ავაგროვოთ 17 დაიმონ 18. არა და რა ახლოს ვიყავთ, პროსტა იქიდან წამოსვლა გაგვაკალდა რა. რა უშავს ხდება. თან 6 თვე ვიდეო არ გადამიღია უკვე სხვადასხვა პრობლემებისა და სხვა თუნდაც სკოლის გამო, ამიტომაც თან ნერვიულობ და რა ვიცი რა, მეტია კაი გამოვა ეს ვიდეო თქვენ და არ ვიწვალებ. დენი ხანი. დავიღალე უკვე სიმართლე რომ გითხრათ. და სხვადასხვა ბანდიკამის დაკრაკვავისაც გაინტერესებთ როგორ უნდა უფასოდ ადვილად ყოლმის კიდე კარ. უფასოსთან და ადვილად დაწერეთ კომენტარებში და გადავიღებ ამასაც ვიდეოს. ახლა კი წავიდეთ ჩვენ დაიმონდებთან, არა, მანამდე ვიყიდოთ. რა უნდა ვიყიდას თამაშს. ხო, ჯერ დაიმონდებს წავიდეთ მოიცა. შვილის არ უნდა მეყიდა, მაგრამ შვილის შენ უხსნას ბლოკერის დავდე. როგორც ხვდები და მეჭირა უბრალოდ კი არ დავდე. აქ დაიმონდები დაგხვდა. კაია 50-მდე ავაგროვოთ მალე. 20 დაიმონდ სჭირდება 100 წამი ზუსტად, ანუ წუთი და 40 წამი. რაც არა ძალიან ბევრი, სასტიკად ბევრი, კარგით. შვილის არ ვიყიდოთ ახლა ჩვეულებრივ. პროსტა ფაუერია ამას. და ისრები რაც მოგვიო, ხო, რაღაცა ის არის მოგვიო. ასვენეთ. ჯერჯერ 4? 4.
8 გვაქვს ახლა. მაინც არ მაქვს მაგარი ის წითელი თუ კიდე იქაა ძალიან ცუდი და პროსტა ცუდი არა. იმიტომ რომ ხმალი არ მაქვს მაგეთი. ეს ჩემი არ ხო არა. ხო. ბლოკი ამჯერდება მე ხომ აქ ბლოკი. როცა ზმო 50 გავაკეთე არის. ეხლა ცოტა ხანი კედავლები მჭირდება დაიმონდის პიკექსი, იმიტომ რომ ოფსიდიანი მალე ჩავამტრიო. დაართული ოფსიდიანები ჩავამტრიო, ყველა მაინკრაფტს მოთამაშე მიცის ეს. ეხლა ჩვენ გენერატორთანაც დაგხვდება დაიმონდები 60-ამდე დავუბრუნოთ და წავიდეთ. 60 და მოვხიეთ. ეხლა ესეთი აულადიდი გამი მაქვს. რა უნდა ჩვენიას რაღაც კიდე ლარჭება იქ რაღაცა უნდა. ბლოკები მინდაო და არ მაქვს ბლოკები, თორემ მივცემდი ხა. ყველა თენდერფიანი და იმედია გამოგვადგება, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ გამოგვადგეს, იმიტომ რომ თავისუფლად გადავიდეთ იქ, არ ვიცი, აი. ეგეც საკითხავია. მიზანში ამოვიღეთო წითლებიო, იმიტომ რომ ისინი ტვიშ ჭამენო რა, ასე რომ ვთქვით. ცოტა ხდება, მაუსი ვერ გავასწორე. ცოტა დაიმონდები აქედანაც ავიღოთ. იმიტომ რომ პიკექს არ ვიცი უბრალოდ რამდენი შეიძლება. ოპა, ერთი სტაგი გავაკეთეთ. ძალიან კარგი. საჭმელი უნდა ვჭამოთ ამცირებად. ზემოდან წავალ და ეხა თუ ჩაგვაგდეს, აი სახეს გავიცლი. ენდერფიარეთ თუ ჩაგვაგდეს საკმო. სად და ენდერფიარეთს არ ვიცი უბრალოდ. ჰა, ძალიან კაი. და 21 დაიმონდი დაგვწო პლუს ამიტომაც ვიყიდი ბოლო პიკექს, რომელიც დღის 20 და გაგვიმართლა მაგრათთან. ესე ეხლა უბრალოდ გჭირდება ხმალი 9 დაიმონდიანი და golden apple აუცილებლად. ბლოკები ენდერფიარით ცოტა ბლოკებით წავალ და მე ვისვრო ენდერფიარს. არ გავისკავ მაინც, ან იქ დავდგები და არა, ჯობია ზემოდან წავიდე ბლოკებში. ჩავაგდო მე და ენდერფიარი ვისვრო და გადავიდე ძალიან ადვილად. აქედან ვერ ავთასრე. აუ ამ კინო ტვინ წაიღო უკვე რა. თავი ავტკიდო უკვე იმდენი ხანია ვთამაშობ, მაგრამ არის ჯერჯერობით კაი ვიდეო გამოდის, მგონი. ნუბურად ერთხელ მოვიქეცი, მარტო ის დავდე შემთხვევით ოფსიდიანი, მაგრამ არა უშავს დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოსვლია. არ ნუ როგორც I have a backup in the chest. სად გაქმერე chest-ი რავიმე. და ჭირდება მაღალი დონის armor. ესე armor ძალიან ის უნდა. დიდი challenge, ბევრი ჩვენიან ლუჯი დაბრდეს და ყოთლები გადმოვლენ ალბათ ხა. თან fire aspect-ი ამ შვილი არ იქნება უნდა ცუდი. ბლოკებიც არ მაქვს, თავი რომ დავიფარო, მაგრამ აქ ჩემიანია, ამიტომაც არ ვინერვიულებ და წავალ აქ. დაიმონდი ჩემოდა. რატო რომელი აი მაგარი ტიპია. ეს ვიღა. აქედან მოვხილო. ზოგიერთ სერვერზე არის ესეთი რაღაცა, რომ მიზანში ამოვეთ წითელი ხა ჩემი არ მომწერა. ანუ ზოგიერთ სერვერში არის ესეთი რაღაცა, რომ ახლოს რომ არ დადგები, ხო გენერატორთან. მერე ანუ აღარ ყრის რა, ვის გენერატორს არ ვთქვათ, ოქროს გენერატორთან ახლოს რომ დადგები, მერე აღარ ყრის. მაგათაც ლაინგორზე, მაგრამ აქ არ ვიცი, მგონი არ არის ეს. ძალიან ბევრი კინა იქნება, ბევრი სტაკი. რითიც ის არის მოკიდით. ლოლ, რა უნდა ჩემი არის ვერ გავიგე მაინც. ამანაკრი ფარკი ნები უნდა ჩავხდეთ ახლა. easy peasy. აჰა, ვიყიდოთ ეს armor-ი. და რაც თავია ძალიან ბევრი ბლოკი. დაიმონდი. ესე armor-ი არ გვაქვს მე მგონი. ესენი ვიყიდოთ ჯერჯერობით. და წავიდეთ მოწინააღმდეგის ბაზაზე, მაგრამ იქ როცა გადავალთ დარწმუნებული ვარ, რომ
დამიწყებენ რტყმას, მოკლას, ამიტომაც კარგი არმორი აყარეს. აკუთი და ის ყველა თუ ეკიდე. ხო ესე. ეს არა, ენდერფერიტი არა, ოქროს შემჭირდება, ამიტომაც არ მინდით რომ დამეტოვებინე ჩემი ოქროები და წავედი ახლა რკინას ავიღებ. რკინას ავიღებ და მოვხე უკვე ზემოდან. ოპა, ერთი კაცი გადარჩა ყვითლებში, ახლა ჩემები უცბად მიხედავენ მაგაც. დარწმუნებული ვარ, სადა ერთი სტაკიც არ მაქვს ჯერ. ხო, ხა მაქვს. ჩემი მიხედავენ მაგას დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც რატომ უნდა გავისკოთ. წავალ ყვითლების ფასაზე და ბოლოს მოვუწევ. არავითარ ენდერფერი არ მჭირდება. მაგრამ როგორ აქვს დაფარული ბაზა თქვენ თვითონ ნახეთ. კარგით, ეხლა რა გვინდა? ნახე მაგაც ბლოკები გვინდა. ბლოკები ვუდგებოდ უკედი შუშას. ვიჯერს რაღაც უნდა ჩვენგან და აი ესე, ვსო, წავედით. შვილის სამთრად საუკეთესო და ის არ მაქვს. ხო. სტრაჩაუთლად საუკეთესო შუდეს არ მაქვს, მაგრამ არ აუშავს. რაო? ნო. ხოლმე ერთი კაცი გადარჩა მეთქი ყუთლებში და ჯობია რომ მაგათ შეუტიოთ თქო და არაო ჩემი არ მომწერა. The two of them left. ყუთლები ვაფშე აღარ არის. There is no yellow. ხო, ამათ ბაზა შენის რაღაც სწავლული რა ხდება. ამათ ჩვენი წაიღო უკვე. ისრები გამომადგება. ხოთაშორის ამათი აკოფნა მაწყობს, იმიტომ რომ ენდერფერად რო გადავიდეს, სანამ ისინი მიხვდებიან რომ მე იქვარ, გავამთელი ერთი წელი. Red have normal bow. Okay, man, okay. არ უნდა დამილახო ენდერფერი. ისინი მიზნებენ. ხო, ხედავ როგორ ჩანს. რა გინდა შვილ თავი გამანები, არ ჩამამდო თორე დაგვრიდო. ხედავ რა. კარგით არა უშავს. არ მაქვს კარგი შვილისა და მაგით. მომიო უბრალოდ მომდის კი არა, იმიტომ რომ ზემოთ ხა დაიმოდის გენერატორთან. არავინ არ იქნება მე მგონი. თუ იყო და არა უშავს ავაგროვებ როგორღაც. ხოთაშორის მე და ერთი კაცი ვართ მარტო ცენტრში და მე და ის ვუტევთ მარტო რასაც ვუყურებ, იმიტომ რომ ესენიც განადა აგროვებენ რაღაცებს. 23 მშვენიერია. ისწავლოთ აქ აგრეთვე არ გვაქვს ისრები გავაგა და კიდევ კაი სადმე ესე საკეთო ადგას არ ვიდექით და აქოზე 12 როგორც ახალი აკრეფილი აქვთ და კარგით ჩავხდით ხა აქ საჭმელი მოვჭამო და როგორც კი ვიყიდი ამ შვილისას მაშინ მოვხევ ესე აგრეთვე მჭირდება ისრები ამ დაიმოს გადავარდი და აიღოს ვისაც უნდა ისრები ესეც ესე ფილმების არ მგონი საკმარისია და დავიწყეთ უკვე წითლების ბაზისაკენ ძალიან დიდი შანსია რომ ჩამაგდონ ზემოდან წავალ რომ ბლოკები არ გამთავრდეს ძალიან დიდი შანსია რომ ჩამაგდონ ამიტომაც უნდა ვიყო ტრაფტხილად აჰა აკი წავალ ჯობია სო წავედი თუ ჩამივარდა ეს გეგმა პროსტ ავიღებ მე დაიმოდის პიკექს და მოვხევი რამდენი წვალება თუ ჩამეყარა წყალში ძალიან სამწუხარო იქნება. თავი არ დამინახო, თორე ისრებს დამატებენ. და ვერ მოვასწრებ მე კოშკის აშენებას. სო. ახლა
დავაშენოთ პატარა კოშკი. ვთქვათ, დაბრუნება თუ მომიწია, აქ დავიმალები. ნახეთ, ობსიდიანებით არ აქვს აშენებული, ნუბები არიან. მე ყოფანეტა ენდერფიარი არ ვისკავ, აი, ვაფშე არ მინდა რომ დავრისკო უბრალოდ. გთხოვ ვარ ჩამაგდოთ რა. ვაიმე, ესენი მითავდება. 12 წელი მეყოფ ამ მგონი და მე გადავხდები. აქედან რას ვერ გადავხდები რაც. რა ხდება? რა დავკვდებით? რა ხდება? გადავჭით. ძალიან კარგი, გაუტეხეთ უკვე ამათ თავიანთი კვერცხი და დაბრუნდებიან ახლა უეჭველი იფიქრებენ what the bluff happened here. აი ერთი ბრუნდება, ამას დავადოთ მშვილდი. შენა გავა. არ გამბრიდო. არ მოხდა ცხრა, ამიტომ მოსნა მოუხიო აქედან. სათხართ. მიკითვარა. მგონი, სო მაქვს. არ მოიწმაცვია. ეს საწავიდა. აი. ვაიმე, დამბრიდა არა უშავს კაც. პეოპეში გითხარით რომ თავად გიჟი არ ვარ, ამიტომაც ეს სულ არ მაინტერესებს, თავი გაუტეხეთ კვერცხი და ეხლა ჩემი ანება უნდა მიხედონ რა ამათ. თორე რაღაც სასწაული იქნება. ეს სად მოდის რა უნდა აქ? ვიყიდე ხან როგორც ხედავთ გზა გაყვანილი მაქვს თითქმის. თან რა მაგრად გადავჭი იქიდან სიოცხლე რომ აკალდებოდა. ცოტა ზედმეტი მომივიდა იმის რომ არ გავრისკენა. თან უკვე მე რამდენად გეუბნებით რომ დერვილով ანტიმიხანია ვიდეო არ დამიდია და რომ ვიყიდოთ ხმალი. არ უბრალოდ ჯობია რომ მე შვიდე ვიყიდოთ. ეს ბლოკები ამას ამოვიგეთ? Yes. Leaves. სასწაულებრივად მოვიგეთ და რა სასწაულებრივად? სასწაულებრივად იმიტომ ვიძახი რომ დრო ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა რა. მაგრამ არა უშავს კუთლებს რა მოვიდათ, ეს არ ვიცი, ერთი გავიდა, მე მეორეც გავიდა და მოდი ეს იყო ჩვენი ვიდეოს დასასრული. თუ მეგოწონათ ვიდეო, დალაიქეთ და subscribe-ეთ და კომენტარეთ. მე შეგხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.